სამწუხაროდ ეს რაღაცნაირი უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, როცა კლინიკები უარს ამბობენ მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობები, განსაკუთრებით თუ ის არის დაბალფუნქციური და აქვს მძიმე ქცევა. ოღონდ ეს პრობლემა არის ის, რომ მძიმე ქცევა შეიძლება კონდეს ყველა შეზღუდული შესაძლებლობების პირს, ვისაც რამე აწუხებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ვერ ხვდებიან ექიმები და ვერასოდეს ვერ მოხდა ის, რომ კლინიკებში ყავდეთ გადამზადებული სტაფი, მაგალითად 4 ადამიანი მაინც, რომლებიც მიხვდებიან, თქვათ, პაციენტის შიშუმპირის შესვლის შემთხვევაში, თქვათ, რა არის ქცევის დარღვევის წინაპირობა, ეს შეიძლება იყოს ტკივილი, შეიძლება შიოდეს, შეიძლება ციოდეს, შეიძლება უბრალოდ დაღლილი იყოს და ცუთხასიათზე იყოს, ანუ ეს ამბავი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ მაია დედა, რომელიც 18 წელი, აი რა ვიცი, ძლივს გაზარდა თავისი შვილი და გიოს აქვს ეპილეფსია და ძალიან მძიმეა და არის მთელი თავისი 18 წელი ბავშვი არის მედიკამენტებზე, გუშინ მთელი დღის განმავლობაში 5 კლინიკამ უთხრა უარი, 5 კლინიკამ არ მიიღო, ერთმა კლინიკამ ისი სიკადრა რო ეთქვა, რომ MRT-ს აპარატიო ჩვენ უკვე 6 თვე არ გვაქვსო. მერე უკვე იზოლებული გახდა დაერეკა პატრულში და პატრულთან ერთად და სასწრაფოსთან ერთად მოვიდა ჯეო ჰოსპიტალში. თავიდან აქაც არიღებდნენ და გადაწყვიტეს რომ უნდა გაეშვათ ფსიქიატრიულში. კი, ფსიქიატრიულ დროს ყველაზე ეს არის რაღაცა კლასიკური მიდგომა. ჩვენთან უკვე ამ შიშმპირის მშობლები ამას შეგუებულები არიან, რომ ვერ იგებენ ხოლმე პირდაპირ ეუბნებიან, რომ ბავშვი არის ფსიქიატრიულის პაციენტი. ნუ მერე რა თქმა უნდა ომის მერე როცა უკვე თამუნაიარაჯული მოვიდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და იზოლებულები იყვნენ, ბავშვი მიიღოთ. ბავშვი ესე ჩვეულებრივად ეგდო და ალბათ საზოგადოებამ ნახა ეს კადრები, გააკავეს ბავშვი, გაუკეთეს დამამშვიდებელი. ჩაუტარდა კვლევები, გამოვიდნენ დედასთან და უთხრეს, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად და მინდა ვთქვა, რომ გაუკეთდა ასევე რენტგენი, გაუკეთდა ანალიზები და გამოვიდა ექიმი და უთხრა დედას, რომ არაფერი საშიში არ იყო, გარდა იმისა, რომ ბავშვი რადგან ხელს ირწყავდა სახეში, აწუხებდა კბილი, ჰქონდა კარიესი და ნუ კარიესი აქვს რა და ეს არაფერი არ არის სიცოცხლისთვის საშიში არ არის რა თქმა უნდა და კიდევ თხოვდნენ რომ უკეთესი იქნებოდა რომ გადაიყვანათ ფსიქიატრიულში. დედამ რა თქმა უნდა უთხრა რომ ხა ფსიქიატრიულში ვერ გადაიყვან, იმიტომ რომ იცის ალბათ ყველამ რომ შიშუმპირის შემთხვევაში არ არის მარტივი და ყოველთვის ხდება ხოლმე ანესტეზიით კბილის ელემენტარული კბილის ამოღებაც კი კბილზე რა შვებიან ეს კიდე ცალკე ამბავია. იმიტომ არის შიშუმპირებს კბილები რო არ აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ საერთოდ არ უყურებენ რომელი ტკივა რომელი არა და შეიძლება ერთი კბილის გამო 4 ან 5 კბილი ამოუღონ. ბავშვი დატოვეს კლინიკაში და უთხრეს რომ ეხლა ჩვენო გავუკეთეთ დამამშვიდებელიო და დილით გავუკეთებთ. დილით მოვაო სტომატოლოგი, ექიმი და გადაწყდებაო, როდის უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია, რადგან საჭიროა რომ ანესთეზიოლოგიც მოვიდესო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუთხარით რომ ბავშვის ჰქონდა რამოდენიმე დიაგნოზი, მათ შორის ეპილეფსია, ამიტომ თუ შემოწმდა ყველაფერი, რომ თუ ეს ხომ არ არის საშიში მისი ჯანმრთელობისთვის, ან ხომ არ იყო რამე სიცოცხლის საფრთხე, გითხრეს რომ არა, არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩატარდა ყველა კვლევა და რომ იყოს ამის აუცილებლობა, გავაკეთებთ დღესვე რამეო. ნინო, ეხლა როგორ არის? ხო, დღეს დილით უკვე მოხდა ის, რომ ჩამოვიდნენ დედას მოწერინეს ხელი, რომ უნდა შეიყვანათ ოპერაციაზე, რომ ამოიღოთ 2 კბილი და რომ შეიყვანეს ბავშვი 40 წუთში ჩამოვიდნენ და უთხრეს, რომ ბავშვი გახდა ძალიან ცუდად, დაეცა სატურაცია და იზოლებულები გახდნენ, გაეკეთებინათ, დაეინტუბირებინათ ბავშვი და გადაიყვანათ ხელოვნურ ვენტილაციაზე შეერთეს აპარატზე. ახლა ხდება ის, რომ ამბობენ, რომ აქვს ორმხრივი პნევმონია, ძალიან მძიმე პნევმონია, ფაქტიურად მოცული აქვს თერიოლი ფილტვი, აქვს ასევე რაღაცა სასუნთქი გზების სხვა დანარჩენი პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს რისგან არის გამოწვეული, არ ვიცი, მე არ ვარ ექიმი და ამაზე რა თქმა უნდა შევიკავებ თავს, რომ გავაკეთო ამაზე კომენტარი. ეხლა გიოს მდგომარეობა არის მძიმე და ის არის რეანიმაციაში.